პირველი ელექტრონული სიგარეტი ჯოზეფ რობინსონმა 1920 წელს დააპატენტა, თუმცა ამას კომერციული წარმოება არ მოჰყოლია. 2003 წელს კი ჩინელმა ფარმაცევტმა ჰონლინგმა შექმნა ისეთი ელექტრონული სიგარეტი, რომლის წარმოება და გაყიდვა დაიწყო. დღეს ელექტრონული სიგარეტები წარმოადგენს სხვადასხვა დიზაინის აპარატებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია აეროზოლის შესუნთქვა. ეს აპარატები შეიცავს სითხეს, რომლის შემადგენლობაში შედის ნიკოტინი, არომატიზატორები და სხვა დანამატები და ეწოდება ელექტრონული სითხე. დღესდღეობით ბაზარზე არსებობს 5-ზე მეტი ტიპის და გემოს მქონე ელექტრონული სითხე და ისინი შეიძლება იყოს ნიკოტინით ან მის გარეშე. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისას აპარატიდან გამოყოფილი ნიკოტინის რაოდენობა უტოლდება ან აჭარბებს ტრადიციული სიგარეტის მიერ გამოყოფილ ნიკოტინის რაოდენობას. მას აქვს უნარი გამოიწვიოს ორგანიზმის დამოკიდებულება და ასევე უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილის ფუნქციონირებაზე. ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისას ნიკოტინის გარდა გამოიყოფა ბევრი ტოქსიური ნივთიერება, რომელთა რაოდენობა, შემადგენლობა და თვისებები საკმაოდ ვარიაბელურია და დამოკიდებულია აპარატის მუშაობის და ელექტრონული სითხის შემადგენლობის თავისებურებებზე. აპარატის გათბობის შედეგად ასევე გამოიყოფა მძიმე მეტალები, რომლებიც წარმოქმნილი აეროზოლის ნაწილს წარმოადგენს. კვლევების თანახმად, ტრადიციული თამბაქოს მოხმარებიდან ელექტრონულ სიგარეტზე გადასვლის შედეგად, ზონდირების დროს სისხლდენის მაჩვენებელი 2 კვირაში მნიშვნელოვნად იმატებს, მიუხედავად ნადების დონის მინიმალური ცვლილებისა. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული სიგარეტის გამოყენებასთან შედარებით, ელექტრონული სიგარეტის გამოყენების დროს პაროდონტის ქსოვილებში ანთებითი ცვლილებები და პირიზღლუში არასასიამოვნო შეგრძნებები ნაკლებადაა გამოხატული, არაერთი კლინიკური კვლევითაა დამტკიცებული ელექტრონული სიგარეტის უარყოფითი ზეგავლენა პირიზღლუს სხვადასხვა ქსოვილის ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტი არ შეიცავს თამბაქოს წვის პროდუქტებს და შეიძლება ელექტრონულ სითხეში შეიცავდეს ან არ შეიცავდეს ნიკოტინს, კვლევებმა ცხადყო, რომ ასევე მისი გამოყენებაც იწვევს პირიზღლუს სხვადასხვა დაავადებას და არ მიეკუთვნება უსაფრთხო პროდუქტს. იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრონული სიგარეტი თინეიჯერი ახალგაზრდებისთვის ბევრად მიმზიდველია და მისი რეკლამირება ხდება როგორც ტრადიციულ თამბაქოზე უფრო უსაფრთხო პროდუქტი, საჭიროა ამასაკის ახალგაზრდების კარგად ინფორმირებულობა პირიზღლუს ქსოვილების ჯანმრთელობაზე ელექტრონული სიგარეტის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ.